დილა მშვიდობისა ყველას მეგობრებო, ვისაუბროთ რა ფენომენია დროზე. ჩემს გაჟღერებულ გუშინდელ პოსტში, სადაც დავპოსტე აი ეს სურათი. სადაც ეს სურათი დავპოსტე. ქალბატონი ერთ-ერთი, რომელსაც უარყოფილი აქვს თავისი ქალურობა და აბსოლუტურად შოკირებულია, დასახიჩრებული აქვს მასზე შეხედულება და იქ დარჩენილია, სადაც დაასახიჩრეს სამწუხაროდ. განვიცხადა, რომ ეს მრუში ადამიანი ჩემზე, ანუ ეს მრუში ადამიანი რა პოსტებს ფოსტავთ და თქვენ კიდე რა აჟიოტაჟი ატეხეთ მის გვერდზეო რა, რომ აკომენტარებთ ამ მის კომენტარებს, მის პოსტებსო და სამწუხაროდ უნდა გითხრათ მეგობრებო, რომ ასეთი ადამიანები განკურნების გარდა ვერანაირად ვერ გაიგებენ თუ რა ფენომენები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ამ საკითხებზე და რომლებსაც არ ცხვენიათ და არ სურთ იმ ადამიანების, რომლებიც სულ თავისუფლად საუბრობენ ამა თუ იმ ინტიმურ საკითხებზე. გარდა ამისა, ჩვენ გქონდა საუბარი მრგვალი დედამიწის თეორიაზე და მრგვალი დედამიწის თეორიის მიხედვით დავაკავშირეთ ეს საკითხები, რომ თურმე მაკროსამყაროში, ისევე როგორც მიკროსამყაროში, ისევე როგორც შუა სამყაროში, ანუ შუა სკნელში, ადამიანებს გვაქვს ერთი და იგივე თვისებები და ერთი და იგივე ფორმულით ვართ შექმნილი, ანუ ერთი და მსგავსება ვართ. რაც შეეხება ამ საკითხის განხილვას, რა თქმა უნდა, ბევრი ვერ დაეთანხმება, იმიტომ რომ საქართველოში ვართ, საქართველოში ეს საკითხი ჯერ გახსნილი არ არის, ამ საკითხებზე ვერ საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაშიც ისწავლება, ბიოლოგიაშიც ისწავლება, ანატომიაშიც ისწავლება, ამას მაინც ვერ იღებს კაცობრიობა, იმიტომ რომ ძალიან დაზიანებულია ქალურობის აღქმა საკუთარ ფიზიკურ სხეულში. რა საკითხიც არ უნდა განვიხილოთ, ხო? ჩვენ ყველა საკითხი დროსთან გვაკავშირებს და ერთ-ერთმა გამომიგზავნა პოსტი, აი თამარ ნახე ეს თურმე მეცნიერებს განუხილავთო და იქ მეცნიერული გადავხედე რა და მეცნიერული დაკვირვებით რამდენიმე მილიონი წლის წინ აი ესე და ეს მოხდა პირველი აფეთქების შემდეგ და ასე შემდეგ რა ეწერა. და მე მინდა სწორედ აი ამ დროის ფენომენის საკითხზე ვისაუბრო, რომ როდესაც მეცნიერები ადგენენ დროს იმ მათემატიკის მეშვეობით, რომელი მათემატიკაც როგორც უკვე ვნახეთ, მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილება და არა სხვა განზომილებებში. მაგალითად, თუ კი 0-ს მიუმატებთ 1-ს, იღებს ერთიანს, რატომ არ იღებს 0 ერთიანს, თუ კი იმას გავამრავლებთ 1-ზე, ამ ახსნას ვერ დებს ვერც ერთი მათემატიკოსი, თუმცა ნასწავლი აქვს ასე და ამ ფორმულით მუშაობს დღემდე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 0 რო გავამრავლოთ 1-ზე, ისევე როგორც 0-ს რომ მიუმატოთ 1, შეძლებს ტრანსფორმირებას და გარდაქმნას ერთიანში. თუმცა გამრავლების დროს კაცობრიობამ ეს 0-იანს მოაძრო, ეს თვისება, ხოლო მიმატების დროს 0-იანს დაუტოვა. კითხვა ისმისი რატომ? ამაზე თუ არსებობს პასუხი, შესაძლებელია რომ არსებობს პასუხი და მივიღოთ ეს ჩვენ, ვინც ვეძებთ ამ კითხვაზე პასუხს, მაგრამ თუ ვერ პასუხობენ და გეუბნებიან უბრალოდ მიიღე ისე როგორც გეუბნები და ნუ ჩაეძიები და ჩაეკითხები რატომ არა, ამას მაშინ ვერ მივიღებ, იმიტომ რომ მტკიცებულება მჭირდება მე. თუ კი 0-ს აძლევ იმ თვისებას რაღაც ჭრილში, ამ თვისებაში რატომ არ აძლევ ამ თვისებას? ამ ჭრილში რატომ არ აძლევ ამ თვისებას? მაინტერესებს, ხო? მე სიტყვის მეშვეობით ვიკვლევ და სიტყვის მეშვეობით ყველა
განში ტრანსფორმირდება 0. თუმცა თქვენ ამას არ უშვებთ სკოლის მათემატიკის მეშვეობით. ასევეა დროც, მეგობრებო, აი დრო მაგალითად ავიღოთ დრო. დრო განისაზღვრება დღესდღეობით მთვარისა და მზის მოძრაობის ერთი წრის მიხედვით. მაგრამ ჩვენ კი ამ ჭრილში ეს დრო ესეთია, რომ აი არსებობს 354 დღე და 354 დღე არსებობს მეგობრებო და არა 356, 363 თუ 360, ხო, ეხლა როგორც ვითვლით, არა, იმიტომ რომ ენოქის წიგნის თანახმად მზე და მთვარე გაივლიან 354 დღეს. 354 დღე არსებობს და ისინი ანგარიშებულია იქიდან გამომდინარე, რომ აი მთვარემ და მზემ ამდენი წრე დაარტყა ამ მონაკვეთში. შესრულდა 4 სეზონი და აი ეს არის 1 წელი და გავიდა 1 წელი. მაგრამ მეგობრებო, იცით რამდენი დროები არსებობს? იმდენი დრო არსებობს, რამდენი განზომილებაც. მაგალითად, ჩვენ თუ აღვიქვავთ დროს ვენუსისა და მარსის ტრიალის მიხედვით, ჩვენ სულ სხვა დროში მოვხვდებით მეგობრებო და ჩვენ როცა მარსი მთვარისა და მზის ტრიალის მეშვეობით ვიტყვით, რომ აი მათ დაარტყეს 1 წრე და 1 წელი გავიდა, როდესაც მარსი და ვენუსი დაარტყავენ დედამიწას 1 წრეს, გასულია ამასობაში მთვარისა და მზის მიხედვით შეიძლება 8 წელი. მიხვდით ხო? ანუ დრო ფენომენი არის პირობითი. ანუ ჩვენ პირობითად ეხლა აღვიქვავთ დროს მხოლოდ მთვარისა და მზის მიხედვით. თუმცა ჩვენი წინაპრები მეგობრებო, აი აღმოჩენილია ქურუმთა ეს დაფები და დისკოები, სადაც ისინი გამოითვლიდნენ დროებს სხვადასხვანაირად. აი მაგალითად ეხლა ერთ-ერთ მუზეუმში რაბათში რომ ვიყავი, იქ დაფა, რომელშიც დროის გამომთვლელია და მასში ჩასარჭობი, ესე იგი ჯოხებია, აღებულია, განცალკევებულია და დაფები კიდია სულ სხვაგან და აქვს მიწერილი ეს, რომ ქურუმთა დაფები იყო, ქალები იყვნენ ქურუმები და მათი აღნიშნული დროის ჩხირები არის ცალკე გამოფენილი, სადაც აწერია, რომ ეს იყო თმის სამაგრები. ანუ მე ეს რომ ვნახე, აი არ ვიცოდი რა მექნა რა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის ძალიან დაბალი დონე, როცა მეცნიერი მუზეუმში ამ საკითხს გამოიკვლევს და გამოაქვეყნებს, რომ ის დაფის ნაწილი, რომელშიც ჩხირი უნდა ჩაარჭო და იმის მიხედვით გადაადგილო, რომ დრო გამოითვალო, ამას ვერ აღიქვავს. ანუ ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ ის ხედავს ამას მხოლოდ თმის საჭერის, თმის სამაგრის ფუნქციად და ეს სულ სხვა ფუნქციას წარმოადგენდა. ამიტომ მეგობრებო, მე ვამბობ, რომ ჯერ კაცობრიობა იმდენად პატარა პირველ კლასელია, რომ მეათე კლასის მასალით ვერ დაუწყებს საუბარს. თუმცა არსებობენ მეათე კლასელებიც და მე იმათვე საუბრები. ანუ მე გეუბნებით ერთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ განვიხილავთ დროს, მაშინ უნდა ვთქვათ პირობითად მზისა და მთვარის მიხედვით ამდენი წელია გასული. ეხლა როდესაც მეცნიერი მე მეუბნება, რომ აი დიდი აფეთქების შედეგად ამდენი მილიარდი წელია გასული, მაშინ მე ვეკითხები, რომელ პირობითობით გამოითვლი შენ ამ დროს? რომელი პირობითობით? მთვარისა და მზის მიხედვით, მერკურის ტრიალის მიხედვით, ვენერას მიხედვით, მარსის მიხედვით, პლუტონის მიხედვით, თუ იმ პლანეტის მიხედვით, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია. გესმის? და როდესაც მეცნიერი მე რაღაცა ციფრებს მიხეთქებს უბრალოდ სუფთა ფურცელზე და მე აი ამდენი წელია და ამდენი მილიარდი წელია გასული. არ მჯერა მე მისი. იმიტომ რომ მას კონკრეტულად ვერ წარმოუდგენია ჯერ დრო რა არის. სინათლის დრო. სინათლის დრო, აი თქვათ გავზომეთ სინათლის დრო, რომ აი მზიდან მზე რო ამოვა დედამიწამდე რამდენი ხანი უნდება მოსვლას, ხო? აი ეს სინათლის დრო, კი, ერთი პირობითობა არის, რომ გავზომეთ სინათლის დროის მიხედვით.
მაგრამ შენ ამ სინათლის დროის მიხედვით, რომელ დროს აწერ, აი კი, გავიგეთ რომ მზე რო ამოდის, ის რაღაცა სეკუნდალურად თუ წამიერად მოდის აქ. რომელი დროის მიხედვით დაადგინე შენ ეს? ანუ რომელ საათი და წუთი, წამი და სეკუნდი არის საათის დროის მიხედვით გამოთვლილი. მაშინ მითხარი, აი ეს საათი და მისი წუთიერი, წამიერი და სეკუნდალური გადაადგილება რის მიხედვით გამოიანგარიშე და რის მიხედვით დაადგინე, ვთქვათ. ახლა ჩვენ შეიძლება ლაზერი ავიღოთ და სულ არ გვჭირდება საათი, უბრალოდ შეგრძნების დონეზე დავაჭიროთ კნოპკას ხელი და იქ რამდენ ხანში მივა, ეგ დავიმახსოვროთ გონში, მაგრამ როდესაც შენ მესაუბრები სინათლის დროის მიხედვით, სინათლეს დროში ჩასვი, გესმის? აი სინათლე დროში ყავს გამოჭერილი. და სხვათა შორის გუშინ ერთ-ერთმა სიდონის წერმა ძალიან საინტერესო რამე შემოიტანა, რომ მეო დავაკვირდიო მულტფილმშიო, ურჩხულისა და მზეთუნახავის მესიჯშიო, დრო არის დრო არის მმართველიო რა. დრო არის ის, რომელიც განაგებს. იმ მულტფილმის მიხედვითაც სხვათა შორის საათი რო დადის და იქ ჩაინიკებს და იმებს ელაპარაკება და ხელმძღვანელობს. ხო და ვფიქრობ, რომ აი ეს დრო, რომელიც ჩვენ ჩავშვით რაღაცა მონაცემში, სიმრგვალეში ჩავშვით, ანუ ერთ განის ზომაში ჩავშვით, ან განზომილებაში ჩავშვით და ვატარებთ ერთ წრეზე, შესაძლებელია ეს სულად სხვანაირად იყოს რეალურად სხვა განზომილებებში, ხვდებით? და აი ამას ვიკვლევ პრინციპში სიტყვის მეშვეობით მე. და სიტყვის მეშვეობით სანამ მე ამას გამოვიკვლევ, ჯერ უნდა დავადგინო, რომ რისი მიხედვით არის ეს ნული წარმოდგენილი, ანუ ნახე, ჩვენ გუშინ ამაზეც განვიხილეთ ნინო ხარაძესთან, ერთ-ერთი სიდონის წევრი. პირობითად ჩვენ თუ ავიღებთ აი ერთ ფურცელს და სიტყვის მიხედვით ვიტყვით, რომ ერთი გავყოთ ერთზე, მოდი გავყოთ. რამდენია, ვთქვათ, ხო? ორ ნაწილს ხედავთ. შეიძლება ვთქვათ 0.1, 0.5, 0.5, მაგრამ ორია. ანუ ორ ნაწილად გაიყო. მაგრამ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ერთი გავამრავლოთ ერთზე, არის ორიო, გესმით? ნახეთ? ანუ ამოტრიალებულია აქაც, ხვდები? ერთი გავამრავლოთ ერთზე არის ორიო. არა და სინამდვილეში ერთი გაყოფილი ერთზე არის ორი. ერთი გამრავლებული ერთზე კი არის ერთი მთლიანი. და ნულზეც ეგრეა, აი 0 გავამრავლოთ ერთზე. ნულიაო, გეუბნებ, აი 0 არ ჩანს, გავამრავლოთ ერთზე არის არ ჩანს, არ არისო, გესმის, მაგრამ 0-ს მივუმატოთ 1, 1-იაო, გეუბნებ. ანუ არაფერს მივუმატოთ 1 არის 1-იო, კი? მოდი აი ეს ავიღოთ. არაფერს მივუმატეთ 1 და გახდა 1. ეხლა მოდი ვნახოთ, არაფერი გავამრავლოთ 1-ზე და მეუბნება რაღაცა სისტემა, რომ არაფერი არ არის. მოიცა, მაშინ კითხვა მიშება, თუ იქ მივუმატე 1 და გახდა 1, თუ გავამრავლე 1-ზე, რატო არ გახდა 1? ხო? ეხლა მეუბნება ესეთ რამეს, რომ არ ვიცი, მაგრამ ეგრეა. კარგი, არ იცი ეგრეა. ავიღოთ პირობითად, რომ მაშინ ესე იგი სიტყვაში ჩაუკვირდეთ, ესე იგი სიტყვას ქონია აქ ძალა. მიმატებას ქონია მეტი ძალა, 0 ტრანსფორმირდა ამ სიტყვის გამოთქმის მერე, 0 მოაქცია ტრანსფორმაციაში, ანუ ფორმა მიაღებინა, მაგრამ გამრავლებამ სიტყვამ ვერ მიაღებინა 0-ს ტრანსფორმაცია. მოდი აი ახლა პირობითად ავიღოთ ესეთი სიტყვა, რომ თუ 0-ს ემატება სიტყვა მიმატება, მაშინ ის ორივე ტრანსფორმირდება ერთიანში. მაგრამ თუ 0-ს ემატება სიტყვა გამრავლება, ის ვერ ტრანსფორმირდება, რჩება ისევ 0-ად. მოდი ავიღოთ პირობითად 0 არის ეს. და 0-ს მივუმატოთ 1-იო, არის 1-იო. კარგი, 1 გახდა 1. ეხლა 0 ავიღოთ პირობითად 0 გავამრავლოთ 0-ზეო, ისევ დარჩება ეს ამ ფორმატო, გესმის და
ვფიქრობ, რომ 0 გავამრავლოთ 20-ზე, დარჩება 20 ესეთი ფორმა. არ შეიცვლის. არ იცვლის სახეს, მაგრამ თავის თავს ამრავლებს 20-ად. ანუ 0 გამრავლებული 0-ზე არის 20 ნულიანი. ესეც ნინო ხარაძის მოსაზრებაა და ვეთანხმები. კი ბატონო, არის 20 ნულიანი. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ 0 გამრავლებული 10-ზე არის 10 ნულიანი. თუმცა ის 10-ვე არ ჩანს. იმიტომ რომ 0 არ ჩანს. მაგრამ 0-ს მიუმატებთ 1-ს, ის ჩანს. ესე იგი, სიტყვა მიმატებაში არის. მნიშვნელობა, ხო? მოდი ახლა განვიხილოთ ეს სიტყვა მიმატება რას ნიშნავს. M I M A T E B A. ება. მოდი ეს გამოვრიცხოთ, და ვიცით რას ნიშნავს. ება რაღაცას, რას ება? M I M A T-ს. ება რაღაცა. Manu ini manu, ანუ man ini man M I M ani man ini man ani tani. ესე იგი, გვეუბნება სიტყვა, რომ სადაც სიტყვაში ტანი შემოდის, ის ჩანს. მაგრამ სადაც სიტყვაში ტანი არ შემოდის, ის არ ჩანს, გვეუბნება, ხო? აი, გამრავლებაში ტ არ გვაქვს. გამრავლება. მრავალი ებაო, გან მრავალი ებაო. ნახე? პირდაპირ მნიშვნელობით გვეუბნება, რომ 0 არის რაღაც განი. ის წრე არის. აი, მოდი. აჰა, აი, პირობითად აი დრო ავიღოთ. 0 არის რაღაც განი. და გან მრავალი ებაო. ესე იგი გამოდის, რომ უჩინარი არის მრავალი, მაგრამ შენის უნდა დაინახო. ის თავის თავში ერთი და იგივეები არიან, როგორც ჩვენ განვიხილეთ, მიკროსამყარო არსებობს, შუასკნელი ჩვენ და მაკროსამყარო ზეცა და გარემო. ჩვენ შიგნით ყოფის უჯრედები იგივე ფუნქციას ასრულებენ და იგივე ნულით მოძრაობენ, იგივე სისტემით მოძრაობენ, როგორც ჩვენ და როგორც ჩვენს მაღლა გარშემო სივრცე. ამის იქით კიდე რამდენი სივრცეებია ღმერთმა იცის, მაგრამ ჩვენ ამას ვიცნობთ, მარტო ამ სამს, ხო? ვთქვათ, რომ ესენი არიან განები, ანუ ნულები არიან ესენი და ერთი და იგივე, ანუ განმრავლებულები არიან. ანუ ფორმა არ შეუცვლიათ, ერთ იანში არ გადასულან, მაგრამ თავის ფორმას არ იცვლიან, უბრალოდ მრავალნი არიან ისინი. ნუ ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი საშუალო. ვთქვათ, რომ აი ეს ფორმები თუ კი ერთი და იგივე სისტემით მოქმედი, 0 ერთი და იგივე სისტემა არის და ის არ იცვლის განმრავლებაში თავის თავს. არ ტრანსფორმირდება, მაგრამ ტრანსფორმაციას რას ვამბობ, იცით მეგობრებო, აი ახლა მე დაგიხატავთ და ნახეთ, რას ნიშნავს ტრანსფორმაცია და რას გულისხმობ ტრანსფორმაციაში განახეთ. გადავდო ეს. აი ნახეთ უბრალოდ რა. აი ეს 0-ია, ხო? 0 გამრავლებული 20-ზე არის 20-ჯერ აი ესეთი. აი ესეთი, 20-ჯერ. მაგრამ 0-ს მიუმატოთ 20 არის 20. აი უხურეთ ახალი კომპონენტი შემოვიდა ეს ფორმა. 0 გარდაიქმნა 20-ად. 2 და 0-ად. ეს არის ახალი კომპონენტის შემოსვლა, ფორმა იცვალა, ანუ სახე იცვალა, ფერი იცვალა 0-მა. რა დროს იცვალა სახე და ფერი 0-მა, როდესაც ჩვენ ვთქვით სიტყვა მიმატება. მიმატება. თქვით, აი მიმატება. მანუ ინი მანუ ანი ტანი ება. ეს იმას ნიშნავს, ეს სიტყვა გაშლილი და მაგას ნიშნავს. ესე იგი გამოვიდა სიტყვა, ვიღაცა ძალა, აი ვის აქვს ეს სიტყვა, ვინ გამოთქვა ეს სიტყვა, ხო საინტერესოა. გამოვიდა სიტყვა და უცბად 0 აქცია 2-ად რა, ანუ ან 1-ად, ან 9-ად, რომელიც აირჩია იმად რა. არ არის ეს საოცრება? ეხლა საოცრება რატო არის, იცით?
მათემატიკოსი შეიძლება მასწავლის, რომ 0-ს მივუმატოთ 0 არის 0, 0-ს მივუმატოთ 1 არის 1, 0 გავამრავლოთ 1 არის 0 და იცის ამან ეს ფორმულა ვიღაცა მასწავლა და დაიზუთხა, მაგრამ ვერ ხვდება მის შინაარს, რომ რატო არის ესე? აი ვთქვათ, განი მრავალი ებაო, ხო, გამრავლებაში არის. განი თუ მრავალი აბია, ჩვენ გვაქვს ესეთი მომენტი რა. განი ყოფილა 0. რატო ყოფილა განი 0, იცი? იმიტომ რომ გამრავლებაში, განმრავლებაში 0 არ ტრანსფორმირდება, 0 უბრალოდ თავისი თავი რჩება და აი უსაშველო წარმოქმნის თავის თავს. რამდენსაც გამრავლებ, იმდენი 0 გაჩნდება უცბად. მაგრამ არ ტრანსფორმირდება, ხო? ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა მე პირადად ამ საკითხმა. თუმცა არ ვიცი ამაზე ჩაღრმავებულან თუ არა მეცნიერები და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი განსახილველია. ამის ხილიც უნდა ვნახოთ რა არის. იგივენაირად დრო არის ერთი წრე. აი ნახეთ ისევ და ისევ მივდივარ წრეს და დრო არის ერთი წრე. აქედან იწყება, აი აქ მოდის და აქ წერთ 1 წელი გავიდა. მერე გაივლის მეორე წრეს და გავიდა 2 წელი. გაივლის მესამე წრეს და გავიდა მესამე წელი. ესე იგი განმრავლებაშია დრო. ის ნულებშია, ის ვერ ტრანსფორმირდება, ერთიანს ვერ წარმოქმნის. ის სივრცეზე ვერ გადის. თუმცა ჩვენ თუ სივრცეზე გავიყვანთ დროს, აი სივრცეზე ამ წერტილიდან აი აქ გავიყვანთ დროს, ხო? ეს იცი რას ნიშნავს მეგობრებო? შეიძლება უსასრულო იყოს დრო და საერთოდ არ გქონდეს აქ არანაირი აი ამ ქრონიკონის მიხედვით ჩვენ წარმოვიდგინეთ დრო, აი ესე. აქ მოხდა ეს, აქ დავიბადე მე. დაბადება, დავარქვათ დაბადება. დროის გაშლილი უკაცრავად დროის გაშლილი სივრცით აღქმაში ჩვენ უბრალოდ ქრონიკონებს ვწერთ. რა მოხდა? აი აქ წერტილში დავიბადე. B წერტილში აქ მოვინათლე. G წერტილში აქ იმას ვქენი, რა ქვია, გავთხოვდი. ამაში ეს ვქენი და აი აქ უკვე საფეხურებად არის დაყოფილი დრო აღინიშნება მხოლოდ მოვლენების მიხედვით. რომ დროს აღნიშნავთ მოვლენების მიხედვით რა როდის მოხდა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. და ეტაპებია, ეს პირველი საფეხურია, ეს მეორე საფეხურია, ეს მესამე საფეხურია და დროა. იმიტომ რომ ამასობაში გავიდა დრო. ეხლა ნახე, თუ კი ჩვენ დროს აღნიშნავთ ორიანით, აბა რა მოხდება თუ იცით. მოდი, ეხლა გაჩვენებთ ამასაც. ოღონდ ჭირდება ფანქარი. იყოს ეს. აი მაგალითად დრო აღნიშნეთ ერთიანით, ხო? ერთი ხო ესეთია, აი ესეთია რა, ერთი აქ წერტილიდან დაიწყო, ავიდა სადღაც ჩამოვიდა. რაღაცა წერტილი. ეხლა ორიანი ნახეთ რა შეება, ორიანი სიმრგვალეს იძენს და თანაც ფორმას. აბა ვნახოთ ეხლა ეს ორიანი რა რისი მიხედვით დაიხაზა, ხო? აი მაგალითად პლანეტები არიან ერთ სივრცეზე განლაგებული. აქ არის დედამიწა და აი აქ მზე. ეხლა ეს პლანეტები გადაადგილდნენ, კაცო, მარტო ერთ სივრცეში არ არიან. ეს ერთ სივრცეში რო დაეწყნენ, მაშინ სინათლე შემოვიდა და აი აქედან სინათლე შემოვიდა დედამიწაზე, აქედან სინათლე ავიდა იქ მზეში და მოხდა რაღაცა დაბადება, ბავშვის დაბადება. მაგრამ ეხლა თუ ეს პლანეტები გადაადგილდნენ, ერთი აქ არის, ერთი აქ მოიქცევა, ხო, ისინი ხო დადიან ერთ სივრცეში, ხო არა? ერთი აქ მოიქცევა და ერთი აქ მოიქცევა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორიანი რისი მიხედვით არის დახაზული? მე ვიტყვი, რომ რომელიღაცა კონკრეტულ დროში, აი აქედან დაიწყო ერთმა ათვლა, აქ გავიდა, მერე აქ გავიდა, მერე აქ ჩავიდა, აქ სადაც წერტილი იყო, მერე აქ გავიდა და აი ესენი დააკავშირა ერთმანეთს რა, ეს პლანეტები დააკავშირა ერთმანეთს და ამის მიხედვით შექმნა ფორმა. იმიტომ რომ ფორმა არ იქნებოდა თუ არ იყო მასა. მას აი რაღაც მიხედვით შეიქმნენ ისინი. ყველა ასობგერა, ყველა ციფრით შეიქმნა რაღაცის მიხედვით. ანუ მიხედვითო გესმის, მიხედა, დაინახა და დააფიქსირა, დაწერა. ჩვენ შეგვიძლია ვფიქროთ, რომ ამის მიხედვით შეიქმნა.
დამწერლობა, ან ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჯერ დაიწერა და მერე იმის მიხედვით შეიქმნა გარემო. გადავწყვიტოთ, რომლის მიხედვით შეგვიძლია შევქმნათ გარემო. ჯერ დაიწერა და მერე შეიქმნა გარემო თუ ჯერ გარემო იყო და მერე შევქმნით დამწერლობა. ეს არ ვიცით და ვერც გავიგებთ ვერასდროს. თუ არ ჩავიძიებით და ვერ მივალთ ნულოვან წერტილამდე და საწყისამდე. ანუ დასაბამიდან დღემდე თუ ვერ გავიგებთ რა მოხდა. და თუ ჩვენ ვიტყვით პირობითად, რომ აი ჯერ დაიწერა და მერე შეიქმნა გარემო, მაშინ ჩვენ გვაქვს ვინ შექმნა ეს ყველაფერი, ანუ რის მიხედვით მიხედა, რის მიხედვითო, აი რაღაცას მიხედაო, გესმის? აი რაღაცა მიხედა და დაინახა და იმის მიხედვით ჩაწერა. ესეც მიხედვით დაწერილია. რის მიხედვით დაიწერა? თვითონ სიტყვა გვეუბნება ვიღაცამ რაღაცას მიხედა და ბავშვს მივხედე. ბავშვს მივხედე. ხო? სიტყვაშია. ჩვენ ქართულ ანბანშია, რომ ბავშვს მივხედე, ესე იგი რაღაცა მოვუარეო, გესმის? ბავშვის მიხედვას რაღაცის მოვლა სჭირდება. აი მოუარა, წერტილს მოუარა ამ სივრცე. მიხედა, გაიხედა, ნახე, აქედან აქეთ მიხედა და შემდეგ შემოუარა. ეხლა საკითხი რა არის, იცი? თვითონ ქართულ ანბანში, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება ესეთი მოვლენები, რომ ადვილია ამის პოვნა, ძალიან ადვილია ამის პოვნა, ჩვენ თუ ჩაუღრმავდებით ბავშვიო, ხო? ჯერ შვა, მერე მიხედა, მოუარა, გაზარდა და ოჯახა. ნახე? ოჯახიო. ხო? ოჯახა. არის ეს, აი ესე იწერება ხო? და ასომთავრულით იწერება აი ესე. წრე და აი ნახეთ რა, პირდაპირ მნიშვნელობით ჯერ ბაშვა, მერე უარა, ბავშვს მოუარა, მერე გაზარდა, მერე ოჯახა და მერე დაისვენა. რა ვიცი, ოჯახაო, ჯახში მიიყვანა ოსთან. ოს რა დაეჯახება? აი, ჯახი რატო არის ოჯახთან დაკავშირებული? თვითონ სიტყვა ჯახი რატოა ოჯახში მოთავსებული, თუ იცით? თუ დაკვირვებულ ხართ, იმიტომ რომ აქ ხდება ჯახი. რა ჯახი ხდება? აი გუშინ წამომწდა ეგ სიტყვა სხვათა შორის გვეცნობიერად. ჯახანი ხდება თქო რა, როდესაც თავის იპოვის, ანუ პლუსი ვერ უკავშირდება. რაც უნდა აიღეთ ბატარია და პლუსი ერთმანეთს მიადეთ, აბა გაგისხლტებათ, ხელიდან ვერ მოახერხებთ. თუ კი ისინი დატვირთულები არიან, დამუხტულები თუ არიან, პლუს და პლუს ერთმანეთთან ვერ მიიყვან, ვერც მინუს და მინუს მიიყვან ერთმანეთთან. მაგრამ პლუს და მინუს ერთმანეთს მიაწებებ. ის მიეკრობა, მაგრამ ჯახი არა აქვს. აი პლუს და პლუს კი ჯახი აქვს ერთმანეთთან. ერთნაირებს ჯახი აქვს. აი ოჯახაო. და აქაც ჩვენ გვეუბნება ქართული ანბანი, რომ მშობლის საკითხია ის, რომ თავის შვილს თავისნაირი მოუძებნოს. ხო? თუ ამას არ აკეთებს, ვერ დააოჯახებს. მაშინ მაგას სხვა რამე ქვია, გაათხოვა. გაათხოვა და ეთხოვა რა, ათხოვა. მაგრამ თუ დააოჯახა, ესე იგი თავისნაირი მოუძებნა და თავისნაირთან დატოვა. ესე იგი თავისნაირები ერთნაირები ერთმანეთს უგებენ, კარგად არიან ერთმანეთში, თუ კი ისინი დააოჯახდებიან. აი ერთ წელში მოიქცევენ, მაგრამ თუ კი ვერა, მაშინ ისინი არც მიიზიდებიან. აი მშობლის რა რთული დავალება ქონია რა. აიღე ბატარია, ორი ელემენტი და ორი ელემენტი ეცადე რომ ერთმანეთს შეუერთო. აბა თუ მოახერხებ, თუ მაგას მოახერხებ, შენ იმასაც მოახერხებ, რომ შენი შვილი დააოჯახო. მაგრამ თუ შენ ამას ვერ მოახერხებ, შენ შვილს მხოლოდ გაათხოვებ ან მოაყვანინებ ცოლს. ანუ იგივენაირად არის პლუს მინუსი. პლუს მისცემ მინუს, ან მინუს მისცემ პლუს. ხო, ეგ არის საინტერესო საკითხები, მეგობრებო, ძალიან სიღრმისეულია ქართული ენა და ძალიან ბევრ რამეში გვახედებს თუ კი დაუკვირდებით, მაგრამ დრო
ამასობაში გადის. და ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოცემული დრო, აი, როდესაც ჩვენ ინკარნირებას ვაკეთებთ, ბრუნვას რო ვაკეთებთ, ერთ ბრუნში მოცემული დრო გვაქვს. ბრუნი რა არის? ნახე, დაბრუნება. გავედი, ისევ დავბრუნდი. ინკარნაცია იგივეა რა. გავედი ხორციდან, დავბრუნდი ხორცში. ამ პროცესს აქვს რაღაცა შეზღუდული დრო. აი მაგალითად, პირობითად ადრე ქონდათ 1000 წელი. 1000 წელს უძლებდა ეს ბრუნი, მაგრამ ეხლა უძლებს 100 წელს. 1-0 მოშორდა, იმიტომ რომ დავსუსტდით. ანუ ბრუნში ვერ ვართ, ვერ ვაზროვნებთ რა და 1-0 მოშორდა და აი პირობითად ამ პროცესს, ბრუნის პროცესს, როდესაც გაგიყვანენ და ისევ შემოგიყვანენ, მხოლოდ 100 წელი გაქვს, მეტი არა და ამას წელში უნდა გაარკვიო ერთი რამ. რატო დაბრუნდი? ვინ ხარ? ანუ ვინ ხარ ჯერ არ აღიარებ, შენ თავს არ აღიარებ, არიცი ვინ ხარ. უბრალოდ გჭირდება ერთი რაღაც რო თქვა, როც ქრისტემ გვასწავლა, ისა ვარ, ვინცა ვარ, всё, დაეშვა ამ წეტილი და აღარ ხარჯავ დროს იმას, რომ გაარკვიო ვინ ვარ. თვიტყვი, აქ მოგცა, განტოლება მოგცა ქრისტემ. ბიჭო, თუ ამდენი ხანი ეძებ შენ თავს, ვინ ვარ, თქვი, ისა ვარ, ვინცა ვარ და დაუსვი წეტილი. მორჩა. ერთი საკითხი ანუ ციშკას რო დაუსვა რა არის შესრულებული. всё, ერთი საკითხი უკვე გაგებული გაქვს. ეხლა მეორე საკითხში გადადის. რატომ ვარ? განსაგებია ისა ვარ, ვინცა ვარ, მაგრამ რატომ? კაცო, გამაგებინეთ, რატო? ვინმე ვთხოვე ვინმეს. თუ ვინმეს ვთხოვე, უნდა მახსოვდეს. თუ არ ვთხოვე, მაშინ უნდა მითხრა, რომ არა, შენ ნებით არ ხარ მოსული. მაშინ გაარკვიე, რატომ ხარ მოსული. ქრისტემ გვასწავლა. მაგ ფორმულას ვინა ხარ? უბრალოდ წერტილი დაუსვი, ისა ვარ, ვინცა ვარ, всё, აღარ გინდა მეტი ფიქრი. ეხლა სხვა იმ ფიქრი, ცოტა დრო გაქვს, 100 წელი გაქვს. ისიც არა გაქვს 100 წელი, იმიტომ სანამ ლაპარაკს დაიწყებ 3 წელი გასულია. და აზროვნებას რო დაიწყებ 20 წელი გავიდა თუ 12 წელი, რა ვიცი, როდის დაიწყებ აზროვნებას, მაგას მნიშვნელობა აქვს. ეხლა მეორე საკითხში თქვენ გონე ქრისტე არ მოგცემდა მაგის პასუხს, რომ მეორე საკითხსაც გავცეთ უცბად პასუხი და წერტილი დაუშვათ და всё. რატომ ვარ? გითხრა ქრისტემ, რატომ ხარ? გიყვარდეს მოყვასი შენი. კარგი, მიყვარს მოყვასი ჩემი? აჰა. დაუსვი წერტილი. ისა ვარ, ვინცა ვარ, მიყვარს მოყვასი ჩემი. წერტილი. ეხლა რა კითხვა ჩდება? ბიჭო, მარტო ამისთვის მოვედი? მარტო ამისთვის მოვედიო? ხედავთ რა მაგარი სიტყვა. მარტო ამისთვის მოვედი? ნახე, გვეუბნება ამისთვის მოვედი? მარტო მოვედი, მარტო. თუ მარტო მოვედი, მარტო გახვალო, ხო? არის ნათქვამი. მარტო მოდიხარ, მარტო გადიხარ. მარტო მოდიხარ მუცლიდან და მარტო გადიხარ ხორციდან. რას ფიქრობთ, ქრისტე ამაზე არ გვეტყოდა პასუხს? მარტო ამისთვის მოვედი? პასუხი ნათქვამია ქრისტეს, მაგრამ ეს პასუხი დამალულია, დაფარეს, დამალეს და არ გაქვს ეს პასუხი. იმიტომ რომ ეს რომ გაგეცეს პასუხად, მე უკვე ყველაფერს მიხვდები. და როცა მიხვდები, უკვე ძალაუფლებას კარგავს ის მმართველი, რომელიც დედამიწაზე არის დაარსებული იმისათვის, რომ ტანჯოს, სატან ჯუელში გამყოფოს. აი აქაც გეტყვით, ეს არის სატან, აი აქ უკვე ამოიცანით სიტყვა ჯუელი. სატან ჯუელში მოდიხარ მარტო იმიტომ, რომ ისევ გახვიდე? მარტო? გუშინ ვისაუბრე რატო მოდიხარ აქ და რატო რისთვის მოდი სული. მაგრამ ანუ ამ სატანასთან ჯუელში იმიტომ ჩამოდიხარ. ეს ჯუელი ძალიან საინტერესო და ელები ხო იცით ვინ არიან? რაღაცა განზომილების ღმერთები. კონკრეტული სივრცის ღმერთები არიან ელები. ჯუელში იმიტომ ჩამოდიხარ სატანასთან, რომ აქ იყო გიყვარდეს მოყვას და გახვიდე? ანუ სისულელე, დებილობაა ეგ ყველაფერი რა, არა, არ ჩამოხვალ მაგ სული არ ჩამოვა აქ იმისთვის, რომ სატანასთან ჯუელში რომ
იყოს უყვარდეს ესე ყველა და წავიდეს მე. Რაღაცა უნდა, დავალება გაქვს რა. ვალი გაქვს გეუბნება, ნახე? ერთი წუთი. აი ვალი გაქვს გეუბნება. ვალი. და ვალ ება. რაღაცა ება, ვალს ება, რა ვიცი, love. love, იმიტომ იწერება. love. მიუხვდით. აჰა. ხო, სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული, კაცო, გიყვარდეს, მოყვასი შენი. love და love ad. lava. lavad. lavad. lava არის რა? lava არის მასა. ცეცხლის. lava არის ცეცხლის მასა. ცეცხლის მასა და მიწის და ცეცხლის მასა, ხო? დავალება თუ გაქვს შენ რაღაცის, ხო? მაშინ უნდა მიხვდე რასთან კავშირდება ცეცხლი. ცეცხლს რა წარმოქმნის? დუ ელია კი მარიკა, დუ ელია, იმიტომ რომ ელი რასაც უზის წინ, რაც ელს უზის წინ, ის ელები არიან. დონი და უნის ელია. დონი და უნი არის აი ეს, ნახეთ. აი დუ ელი. რა არის, იცით? დუელი არის აი ეს, დონი იწერება ესე და უნი იწერება ესე. აი დუელი ეს არის. დუელი არის ეს ფორმაში, სიტყვაში ესე ასობგერებში ესე ჩანს. ეს კიდე არის, აი ხმა ამის მნიშვნელობა უნდა იცოდე, რა რისი? აი ეს და ეს რა არის? გადმოვატრიალოთ. ეს და ეს არის აი ერთიანი და ნულიანი. 1 - 0 არის 1. კაი, გარდა ამისა არის 1 დღე. იმიტომ რომ დღე იწერებოდა სიმრგვალეთ და ეს ხაზი იყო დღის მანიშნებელი. 1 დღე. ანუ ჩვენ შევდივართ მე-10 განზომილებაში ამით. აი ვხედავთ, ქართული ანბანი გვაჩვენებს, რომ მე-10 განზომილებაში ოღონდ ეს მე-10 განზომილება არის 1 თავზე დგას და 0 ქვემოთ დგას. 0 წრეა. 1 თუ თავზე დგას და 0 ქვემოთ დგას, ის კავშირში არის ტირეთი. ანუ ტირი არის ხაზი, ესეც ერთია. მაგრამ ის ნახევარ ერთიანია, ნახევარ ხაზია. 0 და 1 კავშირდებიან ერთმანეთთან და თან ქვემოთ ორიანი ეწერება. აი ნახეთ, საინტერესო ფორმულა გამო. აი აქ ორიანი შემცვლელი და გამცვლელი კარი ორიანს ქმნის. აი ეს დონი, ეს უნი, ესე იგი გამოდის ერთიანი, ნულიანი და ორიანი. ერთს გამოვაკელით 0 და მივიღეთ 2. აი ეს როგორ ხდება, ახლა უნდა გავიგოთ რა. იმიტომ რომ ერთს რო 0 გამოვაკლოთ, არის 1. მაგრამ აქ გვეუბნება, რომ ერთს გამოვაკლოთ 0 არის 2 და ახლა მეორე ლაივში მაგაზე ვისაუბრებ. ჯერ არ ვიცი ახლა ეს ფორმულა ახლა გამეხსნა და ახლა უნდა დავფიქრდე რანაირად მიიღება 0 რო გამოვაკლოთ ერთს ორიანად. ახლა წავედი მე მეგობრებო და დაგემშვიდობებით. საჭმელს შევჭამ. საჭმლის დროს ალბათ მომივა რაღაც იდეები კიდე, აზრები და პასუხებიც გამეცემა, მთავარია კითხვა დაისვა. კითხვის დასმა ყველაზე მთავარი. ამიტომ ვეძებთ ხოლმე ჩვენ რომ კითხვები დავსვათ და კითხვებს რო ვსვავთ, მე პასუხებსაც გვაძლევენ. ხო და ვინც ეძებს პოულობს ვამბობს ქრისტე და ასე არის მეგობრებო, თუ არ ეძებ იქ მონახარ მარტო დადიხარ ერთი ბედან ადამდე გადაადგილები, ადან ბემდე გადაადგილები, გამოიმუშავე ფულს და ერთ წელს დადიხარ ყოველ დღე. კითხვებს არ სვავ. всё, მოიქეცი იმ ფორმულაში და იქ მიიღე ეს ფორმულა და იმ ფორმულაში ჩაგსვეს. და ვინც ფორმულაში არ ჩაჯდა, ის კითხვებს სვავს, აქაც იყურება, იქაც მიდის, იქაც და ყველაფერი აინტერესებს. ჩემსავით.
კარგად.